მოგესალმებით მეგობრებო. როგორც წესი, დემოკრატიული კანონმდებლობის სრულყოფა კანონის მორალთან დაახლოების გზით ხდება ხოლმე. უფრო ზუსტად, კანონის მორალამდე ამაღლების გზით. მორალი ხშირად გაცილებით მკაცრია, ვიდრე კანონი და თითქმის არასდროს ხდება საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ იწევს კამათს, რომ ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოთქმული უხამსობა, თუნდაც ძალიან გაბრაზებული მამაკაცების მხრიდან უპირობოდ დასაგმობის აქციელია. აი ამ თანხმობას ჰქვია კონსენსუსი და ის საერთო მორალმა განაპირობა, რომელიც ტრადიციით არის განმტკიცებული და ამიტომ არის ნებისმიერ ვერდიქტზე გაცილებით მკაცრი. ეს კონსენსუსი შედგა უფრო ადრე, ვიდრე ქალთა უფლებების დამცველები საპასუხო მარშს მოაწყობდნენ მარჯანიშვილზე, ამ კონსენსუსს ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები და ვერც რომელიმე ახალი კანონი შეცვლის. მაგრამ მთელი მუღამი იმაშია, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთი კონსენსუსი შედგა. მთელი რიგი დასავლელი ჩინოვნიკებისა და მათზე სწორებას მიჩვეული ქართველი ლიბერალების, ანუ ლორა თორთონის სიტყვებით რომ ვთქვათ, მეორე საქართველოს კონსენსუსი. ჩვენ შეხვედრებისას გადავაწყდით ორ სხვადასხვა საქართველოს. ისინი თავის მხრივ ადამიანის უფლებების გლობალურ დოგმაზე დაყრდნობით შეთანხმდნენ, რომ ჩვენ, აბორიგენი ქართველები, არასაკმარისად ვართ გენდერულად სენსიტიურები და ვერ დავინახეთ, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ყველაზე დიდ ბოროტებას დედამიწაზე. დანაშაულებრივად პატრიარქალურ გარემოში ქალის უფლებები დაირღვა. ასეთივე ადეკვატურები არიან ის ევრობიუროკრატებიც, რომლებიც ლიბერალური ნარატივის ნანგრევებიდან ჭრეტენ ქართულ თანამოაზრებს და ხედავენ მათში მეორე საქართველოს, სადაც პირველ, ანუ ნამდვილ საქართველოში შემდგარ კონსენსუსს არავითარი წონა არ აქვს. დემოკრატიული მოდელი კი ასეთია. ჯერ მორალია და მერე მასზე შენდება კანონი. თუ პირიქითაა და კანონი ახდენს ძალადობას მორალზე, მაშინ ვიღებთ სააკაშვილის მოდელს, რომელიც აუცილებლად მარცხდება. ბოლოს ის მარცხდება ყველგან. ამერიკაშიც, სადაც საზოგადოებრივმა მორალმა დონალდ ტრამპით დაამარცხა უმრავლესობის განწყობებს აცდენილი პოლიტიკური ელიტა. ბრიტანეთშიც, სადაც ხმამისცეს ბრეგზიტს და საქართველოშიც, სადაც სახალხო კონსენსუსმა კონსტიტუციის სახით გაიმარჯვა. კარგად ბრძანდებოდეთ.